ვის აწუხებს და ვის აღელვებს, ვის არ მოსწონს სიმართლის გამჟღავნება. რასაკვირველია, მას ვინც დანაშაულს ჩადის, ხომ ასეა რა. და ზოგადად როცა გვეუბნებიან პოლიტიკოსები, თუნდაც დღეს მართვის სადავეები რომ უჭირავთ პოლიტიკოსებს ხელში, ხო? ისინი პოლიტიკოსები არ არიან. პოლიტიკოსები რო იყვნენ, ასე არ მოიქცეოდნენ, როგორც იქცევიან. იბრალებენ პოლიტიკოსობას, მაგრამ არ არიან პოლიტიკოსები. აი ხა პოლიტიკოსები რო იყვნენ, თქვენ რა კითხვაც დამისვით, ხო? უნდა გადახედონ სხვა ქვეყნების ისტორიას, რომელმაც ასეული და საუკუნეების წლების მანძილზე აშენეს დემოკრატია და აგრძელებენ მშენებლობას. რამე თუ დემოკრატიის მშენებლობა ეს უსასრულო პროცესი, ეს არ არის, რომ გუშინ გავაკეთე და დღეს უკვე დემოკრატიაში ვცხოვრობ. არა, ეს მუდმივი ბრძოლაა და მუდმივად დემოკრატიის პრინციპების როგორ გითხრათ, მხარდაჭერა და სხვანაირად არ გამო. აი ეხლა მაგალითი უცებ გამახსენდა ასეთი, როცა მედიას ეხება ან ოპოზიციას ზოგადად ან კრიტიკულ სიტყვას ეხება, ხო? ინგლისი დემოკრატიას აშენებს სადღაც უკვე ალბათ 400 წელიწადი დაახლოებით და აი 300-400 წლის წინათ უკვე მაშინ თქვეს ინგლისის მოაზროვნე მამებმა, რომ აი ესეთი ლოზუნგი იყო, რომ მთავრობას ოპოზიცია რო არ ყავდეს, რო არც ყავდეს ოპოზიციაო, ხელოვნურად უნდა შექმნას რამე თუ კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, რომ ყავდეს ვიღაცა, ვინც გაკრიტიკებს. ისე პროგრესს ვერ მიაღწევ. ისინი მაშინ მიხვდნენ და კიდევაც ააშენეს, რაც ააშენეს დღემდე. და ჩვენ ხო უნდა მიხვდეთ მაგაზე, რომ თუ არ ყავს კრიტიკოსი, ესე იგი შენ ყველანაირად კმაყოფილი ხარ და ადამიანურ ისეთ გძალავს ის ინსტინქტები, რომელიც ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს მომხვეჭელობისა, თავის განდიდებისა და ასე შემდეგ. ხო და აი მიდიხარ მე მაგზი და ეგ გზა არის მოლიპული და ერთ დროსაც ხევში გადაიჭეხები, მაგრამ შენ რომ გადაიჭეხები, ეგ კიდევ არაფერი. შენ ხომ მართველი ხარ ხალხისა და ხალხსაც გადაჭეხავ, აი ეგ არის უბედურება.